სანაგებ ძიფოს ტელემაყურებლებო, გადაცემა ეკონომიკურ დაიჯესტში, მე მისი წამყვანი ვებ ხია გიორგაძე ვარ. დღევანდელი ჩემი სტუმარი გახლავთ ბატონი გიორგი ცუცქირიძე, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი. მოგესალმებით ბატონო გიორგი. მადლობა მოგზაურობისთვის თქვენი. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა. დღევანდელი ჩვენ ვისაუბრებთ მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებზე და გავანალიზებთ ზოგ ფაქტორს გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, რასაც დრო გაწვდება, რა თქმა უნდა. პირველი შეკითხვით ბატონო გიორგი, მე მინდა ჩვენ ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ, რომ სახსტატის მიერ დათვლილი ინფლაცია ფაქტიურად არ შეესაბამება რეალობას, ის არ არის მორგებული 70-80% ჩვენი მოსახლეობის, ასევე ჩვენ თუ დავუშვათ გადახვიდათ წლის განმავლობაში კომუნალური გადასახადების და გაზის დაფინანსებას, სახელმწიფო დაფინანსებას, ფაქტიურად ის არ იყო შესული ინფლაციაში, ფაქტიურად გამოდის, რომ ინფლაცია არის ეგრეთ წოდებული აბურთაებული მდგომარეობაში. თქვენ პრინციპში ეთანხმებით თუ არა ამ თეზის და გვაქვს თუ არა დღეს 12.5% ინფლაცია თუ უფრო მეტი გვაქვს რეალურ საქართველოს პირობებში? რას ფიქრობთ? ზოგადად ინფლაცია რომ მაღალია ორი აზრი არ არის, მაგრამ შეიძლება ჩვენ ანალიზს როცა ვაკეთებთ, უფრო ობიექტური რო იყოს, უნდა ნახოთ რა შიდა და გარე ფაქტორები მოქმედებს ინფლაციაზე და არა ციფრი მაგალითად 12.9. ინფლაცია მაღალია და აისახება კიდევაც რეფინანსირების განაკვეთზე. გაზარდა მოგეხსენებათ. თუმცა არის კრიტიკა ევროპული ბანკის რომ რეფინანსირების მოცულობების გაზარდა მკვეთრად, ამათ შესაბამისად გამოიწვია იგივე კურსის შესაბამისი კორექტება. მაგრამ მოკლედ ინფლაცია შევაფასოთ, ინფლაცია არის დიდი გამოწვევა გლობალური ჩვენთვისაც, ყველა რეგიონის ქვეყნისთვისა და მსოფლიოსთვისაც და ახსნი ორ ფაქტორს. პირველი ეს არის ეგრეთ წოდებული სასუცათო ინფლაციის ფაქტორი, მაგალითად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია არის FAO ცნობილი, ეს არის სურსათის ორგანიზაცია გაერთიანებთან არსებული. აი მისი სტატისტიკით სარეკორდო არის გაზრდილი საშუალო ფასები აგროპროდუქციაზე დაახლოებით 31%. ძალიან მაგარი მაჩვენებელია თქვათ შორის. წინასწართან შედარებით. და ზოგადად რა საქონელია? ეს არის ხორბალი, ფქვილი, ძირითადი მოხმარების საქონელია. გარე ფაქტორები ხო ესე? ხო, რამდენი გაძვირებული ყველაფერი. ეს არის მეორე ფაქტორი, რამაც გაძვირება გამოიწვია, ეს არის თვითონ ენერგომატარებლების ფასი და გადაზიდვების ფასი. ადრე გაზრდა ენერგომატარებლების ფასები ჩვენ გვაქვს გასულ წინა ათწლეულში, მაგრამ ესეთი და გადაზიდვებზე ასახვა არ ქონია. აი კონტეინერული გადაზიდვა ქვია, რაც პირდაპირ მოქმედებს ფასზე, ხო? კი ბატონო, ლოჯისტიკა. აი კონტეინერი პირდაპირ თვითგერებულებაზე. აი კონტეინერული გადაზიდვები გაზრდილია 4-ჯერ კი არა, შეიძლება 8-ჯერაც. რაც იყო 2 წლის წინ. აი ამან პირდაპირ მოქმედა იმპორტის ფასზე აისახა. კი ბატონო. ეგლა ამიტომ პირდაპირ ინფლაციის იმპორტი გვაქვს ახლა. გადავიყვანოთ ეს თემა. და ამას რა დაემატა გაზის კრიზისი ევროპაში, რაც ახლა ხდება. როცა ფასი ავარდა $1,400. არც ახლა არის ძალიან დაწეული როცა. შედარებით წამოვიდა. შედარებით $800. უფრო გასაგებია იყოს ახლა ჩვენ დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებს ვიხდით. აჯუტათენ თუ ტრანზიტი გვაქვს და იაფი უფასო გაზის ხარჯზე, რომელიც გვეკუთვნის კოტეთ, როგორც ტრანზიტის ატარებისას და ესეც აჩვენებს, რომ ის სტრატეგია, რომელიც მაშინ იყო არჩეული, სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია, ენერგეტიკული დერეფანი გვაქვს ფაქტურად, ჩვენ იყო სწორი. სხვა რესურსი ჩვენ არც ექსპორტი, საქონლის ექსპორტი გულისხმობ, ჩვენ არა გვაქვს ისეთი, რომ ეებს ვერ ვაწარმოებთ ფაქტიურად რაღაც. ინფლაცია, რაღაცა ინფლაციაზე ბრუნდები. სარეკორდოა თურქეთში, და მივაყვა გარკვეულწილად და რატო არ მაღალი? კი ბატონო, ეს გარე ფაქტორებს მივაიხილოთ მაღალია 18%-ია, რასაც გადაყიდევაც თურქეთის ეროვნული პრეზიდენტი. რატო? ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის უკაცრავად, ხო, რატო გადაყვა? იმიტომ რომ ერდოგანის და მას შორის ჰქონდათ ბოლო პერიოდში დავა
რეფინანსირების განაკვეთი უნდა გაზრდილიყო თუ არა? აი ჩვენთანაც გვარდავა. და პირიქით, ერდოგანი ითხოვდა რომ კი არ გაეზარდა ინფლაციის დისკვალობაზე რეფინანსირების განაკვეთი გასაკეთების რო იყოს. ანუ ფული კი არ გაეზურებინა, პირიქით, თურქული ეკონომიკა რო დაეძრა უფრო კარგად არ გაეზურებინა. მაგრამ ამან მიიღო ორმაგის პირამიდები. ანუ ფაქტურად ამ რეალმა ფულმა იმუშავა ნეგატიურად უკვე ფასებზე და ინფლაციაზე. აქ იაფმა ფულმა იმუშავა ნეგატიურად ფასებზე, ну ექსპორტი იზრდებოდა, რა თქმა უნდა, ხა ჩვენ რო გადავხედოთ, ну ექსპორტი გაიზარდა, ეს დადებითია ამ ყველაფერს, მაგრამ იყო თუ არა იმაზე მეტი ფული ეკონომიკაში, ვიდრე დაუშვათ ეკონომიკა ქონდა. ამანაც ხوار შეუწყო ხელი. ეს ხომ არ იყო გამოწვეული ზუსტად საგარეო პოლიტიკის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის, რომელიც ომს აწარმოებს არა მარტო დაუშვათ სირიაში, არამედ კავკასიაში. პრობლემატიკაები გაიცემა ბანკების მიერ საბოლოო ჯამში, ან უფრო მეტია ამ შემთხვევაში ფულის მიწოდება, ვიდრე რეალური მოთხოვნა შეიძლება არსებობდეს. ანუ ამ ფულის დასაქმების პრობლემა დგება რეალურად რო ვთქვა. კი ბატონო. ანუ მეტია ფული ეკონომიკაში, ვიდრე ეკონომიკა არის. ხო, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივად არის. ხო, მარტივად რო დავუშვათ, მაყურებელს აუხსნათ. აქედან გამომდინარე, ანუ საკონელი, მაგალითად, არ იზრდება საქონლის მოცულობა და იზრდება ფული, უნებრივია დეფიციტი იქნება და ინფლაციაც იზრდება. აი მოხდა თურქეთში. კი ბატონო. და თურქეთი არის ჩვენი პირველი საავადმყოფო პარტნიორი ქვეყანა. საავადმყოფო პარტნიორი. რა თქმა უნდა, წარმოიდგინეთ თან ძირითადი იმპორტი, რასაც ჩვენ თურქეთიდან ვაწარმოებთ, განსხვავებით რუსეთისგან. ეს არის აგროპროდუქცია. რუსეთთან ჩვენ პირიქით იქ გაგვაქვს. აგროპროდუქცია და იქიდან ენერგომატარებლების შემოგვაქვს. დიახ. ანუ სხვადასხვა გაზომილება არის სავაჭრო ბალანსი. მეორე სავაჭრო. მეორე ქვეყანა რუსეთია, მაგრამ ექსპორტ-იმპორტი უფრო ბალანსირებული გვაქვს ჩვენ ამ მხარეს ვიდრე იმ მხარეს, იმიტომ რომ თურქეთი არის ძირითადად ჩვენი მომწოდებელი ამ პროდუქციის. და ირანში რამდენია ინფლაცია 30%. ირანი ხო არის ექსპორტიორი ნავთობ. ანუ რეზიუმე რო გავაკეთოთ, თქვენ ამბობთ, რომ ინფლაცია არის შემოტანილი ინფლაცია ძირითადად. ინფლაცია არის გლობალური პრობლემა, ყველგან არის ინფლაცია. ევროზონაში სარეკორდო ინფლაცია 3.5% არ აღწევს არ ყოფილა ბოლო წლებში. ინფლაცია იყო ხოლმე 2% მაქსიმუმ. აქ მაინტერესებს უბრალოდ სანამ გადავალთ და არ გაგიწყდეთ აზრი, მაინტერესებს ლარის კურსთან დაკავშირებით, როცა წინა წლებში გვახსოვს რომ იძახდა ეროვნული ბანკი, ეროვნული ბანკი, ასევე მთავრობის ზოგიერთი პირები, რომ ლარის გაუფასურება ფინანსთა სამინისტროშიდაც ასევე ლარის გაუფასურება გამოწვეულია თურქეთში ლირის გაუფასურებით, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ახლა ლირი არის კატასტროფულად გაუფასურებული და რომელმაც გამოიწვია, რა თქმა უნდა, პროდუქციის ფასების და ინფლაცია გამოიწვია. რატომ არ შეეხო ჩვენს ლარს ეხლა? თუ ეხლა ეს რა ფაქტორია? ეს ფაქტორი. აი ფაქტორების გამომჟღავნა თუ არა? ფაქტორების კვეთა ხშირად ხდება ხოლმე არასწორად. ანუ მისი ეკონომიკური შინაარსი. როცა არის ხოლმე გაუფასურება ლირის თურქეთში ან როცა რუსეთში თავის დროზე მოხდა და როცა ქონია რეალ სპეკულატიური ხასიათი, სპეკულაცია რას ნიშნავს? ხელი ყოველთვის ასაკულო ლახზე. იმიტომ რომ გადადინება ხდებოდა აქედან დოლარის. ანუ ხო, ეს ალბათ დასამტკიცებელია. მაგრამ სხვა რამეა გაუფასურების ტრენდი ზოგადად, აი? რაღაც დროში. და სხვა რამეა ხევის ტრენდი. ხელ არის ერთ დღეში რომ ფასი ვარდება სიტყვაზე ანუ რამდენიმე დღეში როცა ხდება ვთქვათ 115% არის გაუფასურება და შეიძლება მეტიც. ეს არის საკითხი ლარზე ყოველთვის ზატო. იმიტომ რომ მეც საავადმყოფო პარტნიორი ქვეყანა როა თურქეთი. ამის გარდა ექსპორტ-იმპორტი ხო კურსი დგინდება. ანუ ადამიანები ვინც აქ არის იმპორტიორი, ძირითადად იმპორტიორების თემაა, რა? რა თქმა უნდა. აი ეს მსხვილი იმპორტიორები ზემოქმედებენ ამ ხევებზე და ბუნებრივია პანიკა იქნება მე, ანუ მოლოდინი, ნეგატიური და ეს ხევა წარმოქმნით დარტყმას ლარზე. ანუ ლარის დეფიციტი, დოლარის დეფიციტს ქმნის აქ, რომელიც იქით. როცა ეს გაუფასურება არის დროში, ესე ვთქვათ, გაწერილი, ანუ ხევის ხასიათი არ აქვს, მაშინ ის არ არის სახება. ანუ სპეკულატიური ელემენტი აღარ არის ამის ხმანა. მაგრამ
სპარგარდა რომ ვიღაცა სპეკულაციებს აკეთებს ხელოვნურად აკა. თვითონ ბაზარი ხმის სპეკულატორ მაგრამ თუ თქვენ ლოგიკას გავყვებით, მაშინ გამოდის რომ ეს სპეკულატიური თუ იყო იქ და აიწია და იმოქმედა ლარის კურსზე, რაღაცა დროის შემდეგ ლარი უნდა დაუბრუნდეს მაინც საწყის მდგომარეობას, ხო ესეა? მაგრამ ჩვენთან არ უბრუნდება საწყის. ტრენდი არის და აი როგორ საინტერესო რაღაცას გეტყვით. ლირა რომ უფასურდება დოლართან. დიახ. უთხარ ჩვენ ექსპორტს ხო თურქეთში. კი ბატონო. ანუ ძვირი ლარი ნაკლებად იყიდება თურქეთში. ანუ ჩვენი პროდუქცია. სამაგერო პროდუქცია გვიძვირდება ჩვენ. სამაგერო წარმოიდგინეთ რომ გაუფასურებულ ლირა არის ყველაზე კაი ბერკეტი ინფლაციის დასაცავად აქ. ანუ ფაქტიურად იაფის საქონელი თურქეთის შემოვა მეორეყრით ცუდია. და ანუ აგროპროდუქცია იგივე რაც თურქეთიდან შემოდის. როცა ესეთი გაუფასურება ლირის ლარად უფრო მეწყიდულობ და უფრო მეტი შემოვა. ეს დროის მოკლე მონაკვეთში. არა მოკლე. როცა ინფლაციაში გადავა უკვე აღარ. ხა როცა ხო, მაგრამ თუნდაც ამ მონაკვეთში ზემოქმედებს ეს ბუნებრივია რა. მოკლე მონაკვეთში გეთახმებით. ამიტომ ინფლაციის ერთ-ერთი დამწვარი ბერკეტი შეიძლება იყოს ზუსტად ლირას გაუფასურება. ხო, იქ უკვე ზელვადიაში ინფლაცია რა თქმა უნდა ზელვადიაში ჩუდიც არის. იმიტომ რომ ფაქტურად ჩვენ პროდუქცია ჩააწვეს. ანუ პროდუქციასაც გააძვირებს, თუ გაძვირებულია კიდევაც ინფლაცია. მაგრამ იქ ახლა თურქეთიდან შემოდის ესეთი პროდუქცია. ჩვენ ხშირად რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. ჩვენ რომ მიყოთ თვითკამარი ეკონომიკა. აი ჩვენ გვქონდა ჩვენი პამიდორი, კარტოფილი, ყველაფერი. წამოღებული ეს და დაუშვათ იმპორტს. არა, იმპორტი გვექნება, მაგრამ იმპორტი იყო 20%. ეს კი არ არის სახება ის. მაგრამ ოდესაც ჩვენ ციკლური არ აქვს პროდუქცია, ანუ გვაქვს შემოდგომა, ზამთარ გაზაფხულზე ჩვენი პროდუქცია არ არის. თეორიულად იმპორტირებულია ფაქტიურად. იმიტომ არის სახება ეს. თორე ჩვენ გვქონდეს სამაცივრო მეურნეობები, ჩვენ გვქონდეს იმხელა წარმოება, იგივე სასათბურო მეურნეობები, რომ ჩვენი პროდუქცია იყოს 80% და 20 იმპორტი დააპირიქეთ 20 იყოს, რომლის პოტენციალი გვაქვს. მაგრამ რა თქმა უნდა არ ექნება ესე გავლენა. რომლის პოტენციალი გვაქვს, რა თქმა უნდა. პოტენციალი გვაქვს ამისი. რომ ვაწარმოოთ. ბატონო გიორგი, თქვენ საგარეო ფაქტორებს შეეხეთ ახლა. ფაქტიურად საგარეო ფაქტორებზე საუბრობთ და ფაქტიურად გეთახმებით ძირითადში. ნუ რაც შეეხება ახლა შიდა ფაქტორებს რაც გამოყოფთ, რამ გაუფასურა რა ინფლაცია რამ წამოწია, ხო 12.5% ეგ ჭყალებში 8% არის გარე ფაქტორი გეტყვი და 4 არის აქ შიდა ფაქტორი. ხო, ამ სტატისტიკური მონაცემებს გავყვებით. კომპოზიტად რომ არა არსებობს ამ სტატისტიკა. ანუ კომპოზიტორად რომ დავშალოთ, ან 12-ნახევარში 8 არის ეგზოგენური, ანუ გარე ფაქტორი და 4 არის ენდოგენური, ანუ შიდა ფაქტორი. მაშინ თქვენ ეთახმებით ამ სტატისტიკურ მონაცემს 12.5%-ია ინფლაციის. ეს რეალური უბრალოდ მე რაც ვაპრობ. თუ ჩვენ გვინდა რომ ეს ინფლაცია არ იყოს ესეთი, რომ გარე ფაქტორი იყოს 8 და 4 ჩვენი არა? მაშინ ჩვენ გვქონდა შენი პროდუქცია, ამაზე ვსაუბრობ. ჩვენ გვქონდეს შენი თვითმყოფადობა ეკონომიკური უფრო მაღალი, მაშინ ბუნებრივია ეს ეგზოგენური ფაქტორი ესეთი დიდი არ იქნება ინფლაციაზე, ანუ ფასი. ბატონო გიორგი, რაც კითხვაში მე თქვენ ფორმულირება გაგიკეთეთ, ფაქტიურად მაინტერესებს ეს ინფლაცია 12.5%. არის თუ არა რეალური ის ინფლაცია, რაც არის საქართველოში. ნუ რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ რო გადავხედოთ თვითონ ევროკავშირის დათვლის მეთოდოლოგიას, ამ შემთხვევაში შეიძლება სწორი იყოს ეს სიტუაცია, მაგრამ თუ არის მორგებული ქართულ რეალობაზე, იმიტომ რომ მოსახლეობის 70-80% მუშაობს 20%-ისთვის. ფაქტობრივად ეს ნუ ზოგი საერთოდ დაუსაქმელი ზოგი კი არა, ნუ 40-50% დაუსაქმებელი აქედან. ნუ ღარიბი არის ეს მოსახლეობა და თუ არის მორგებული ის სტატისტიკური მეთოდოლოგია ინფლაციის დათვლის, რომელიც აქვს ამ შემთხვევაში საქსტატს და არის თუ არა რეალურად 12.5% დღეს ინფლაცია. ანუ ეგ მაინტერესებს თქვენთან ის გასაგებია კი ბატონო, შემოსული ეგზოგენური ფაქტორი, რომელიც არის საგარეო ფაქტორი,
ამ შემთხვევაში კი ბატონო არის 8.5% დაახლოებით 8.5% შეიძლება იყოს. მაგრამ 4.5%-ია შიდა დანაშაული ინფლაციის, ეგ მაინტერესებს თქვენგან. თუ უფრო მეტი არის. არა, რეალურად ჩვენ ეს კითხვა ისმის, მაგრამ საკითხი რა არის, რომ ეს მეთოდოლოგია, რომელსაც ჩვენი სტატისტიკის დეპარტამენტი იყენებს, მათ შორის თრიალში და პროდუქტის დათვლაში სხვადასხვა შეცვლილია. ორი წელი არა შეიცვალა. ადრე ჩვენ მიყენებდით ძველ მეთოდოლოგიას, ეგრეთ წოდებულ ესნია 2003-ს. ეს არის როგორი თარგმნება რა, statistic national account, ანუ ნაციონალური ანგარიშგების, ესე იგი, სტატისტიკა. მეთოდოლოგიაზე ვსაუბრობ. ეხლა არის 2008 წლის. ეხლა ყველა ქვეყანა უკვე, მათ შორის ჩვენ რეგიონის ქვეყნები უკვე 2008 წლის სტატისტიკაზე არის გადადგა. გახსნას აპირებთ თქვენ მეთოდოლოგიას. აი აქ მაინტერესებს. აი შესაბამისი წონები ჩვენ ეკონომიკურ რეალობას. აი ახლა ამ მეთოდოლოგიას იყენებს უკვე მე ვერ აქედან გამომდინარე საქართველოს, სომხეთის, უკრაინას, ამერიკას და ევროპის ქვეყნების ბუნებრივია ეს ინფლაცია არის დათვლილი ამ მეთოდოლოგიით. უბრალოდ მე სხვა რამეს ვამბობ. მაშინ სხვაგვარად დაგისვით. არა, ჩვენ კითხვა დამისვით. კი ბატონო, კარგი. ახლა ინფლაციის კისმა. უბრალოდ მოხმარება ევროპაში აი ჯგუფების არის სხვა. ევროპაში რა ძალიან მაგარი შემოსავალი. დიახ. მას მოხმარება ესე თქვა, აი დავყოთ კალათა, რამდენი პროცენტია პური იმაში და რამდენი შაქარი და რამდენი მანქანა. მანქანა არ შედის. აი მოვედი. ფუფუნების საგნები და ფუფუნების საგნები. რამდენი პირველი მოხმარების საგნები, იქ სულ სხვა პროპორცია. აი გარი განსხვავება. და ეს პროპორცია ზუსტად არის გარღვეული. მეთოდოლოგია ერთი კალათაში ერთი იყრება. მაგრამ ხვედრითი წონა ჩვენთან იყრება. რაღაც სუსათი არის ძალიან დაბალი, რაც არასწორია, ფაქტურად იმიტომ რომ სუსათის წონა არის არასწორი, იმიტომ რომ მოსახლეობა არის ღარიბი და ვერ იძენს ფუფუნების საგანს, ამიტომ მასზე წონა არ უნდა იყოს მაღალი. თუმცა ჩვენ ვერ გამოვარჩევთ ეს 2011-ში შეანაცვლეს ხო. მოკლედ ჩვენთან იმიტომ არის შეიძლება აი 10 თემები აი დაგგონია რომ უფრო მაღალია. იმიტომ რომ აი წარმოვიდგინოთ საშუალო ფასი გამოდის 40 პროდუქტით. რაღაც თქვა, აქაც და იქაც ყველგან. მაგრამ აქ საშუალო ფასი რომ გამოდის 40 პროდუქტით, აქ არის 5 წამყვანი პროდუქტი, რომელიც იქ არ არის წამყვანი პროდუქტი ეს 5. კი ბატონო. საბოლოო ჯამში საშუალო არითმეტიკულად გამოდის პატარა. მაგრამ მეთოდოლოგია კიდევ ერთხელ იმეორებ, იგივე, ანუ ინფლაცია არის 12.9, უბრალოდ ჩვენ თუ ვიტყვით რომ სალკეულ პროდუქციაზე თუმცა ჩვენ უფრო მოვიხმართ. არის უფრო მაღალი, გეთანხმებით არის უფრო მაღალი. მაგრამ საშუალო მაინც 12.9. ანუ თუ ჩვენ ლაპარაკობთ რომ იმ მოხმარების საქონელზე, რომელიც ჩვენთან უფრო დაბალი შემოსავლების გამო უფრო მეტი ხვედრეთი წელი აქვს და მარტო რაც არ არის ასახული კალათას. ხო, არა, მარტო იმ ჯგუფი ინფლაცია 12 წელი და 16 და შეიძლება მეტიც. არა, ამას არ ვიძახი, ნახეთ. ჩვენთან არის 30%, ხო, ამ შემთხვევაში სასუსათო კალათა ინფლაციის. უბრალოდ პირველადი მოხმარების საგნის. დიახ. ეს 30% იმ სიტუაციაში, რა ეკონომიკურ სიტუაციაში ცხოვრობს ჩვენი მოსახლეობა, ფაქტურად როგორც თავიდან კითხვაში ფორმულირება გავაკეთე, 70-80% არის ფაქტურად საშუალოზე დაბალი, ანუ ზოგი ღარიბი, უმეტესი ღარიბი ნაწილი არის საშუალო ცხოვრების ინდექსამდე მისული, ხო? დონემდე. ასეთ სიტუაციაში, როცა ფუფუნების საგანს ინფლაციაში ავიჭებ მაღალ პროცენტს, ხვედრითი წილს შიგნით ინფლაციაში, ეს არის არასწორი. აი აქედან გამომდინარე ამ წონებით თამაშით 2011-ში როცა მაღალი ინფლაცია იყო, აი ამ დროს დაწიეს ინფლაცია დაბლა. და ეს წონები შემდეგ არ ვიცი ოცნებას ალბათ მოეწონა და დატოვა და არ ვიცი გაეპარა თუ რა ხდება. ანუ ეს ყველა ხელისუფლებას ალბათ აწყობს რომ ინფლაციით დაბალი ინფლაცია ქონდეს, მაგრამ არასწორია ეს. ეს არის ფაქტურად ნახეთ ბატონო გიორგი, როცა ეროვნული ბანკი აკეთებს თავის პოლიტიკის სწორებას ინფლაციაზე და ის ინფლაცია არასწორი მეთოდოლოგიით, არასწორი არ შეესაბამება ქვეყნის ეკონომიკაში ცხოვრებ მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას, ხო? რა თქმა უნდა ის პოლიტიკა იქნება არასწორი ალბათ. ხო? არა. ეკონომიკა არ შეესაბამება მეგეთქვით. ორი ინდიკატორია. სოციალური არის მიმდინარე ფასებში ეკონომიკის გაზომვა და არის
ესე იგი ნომინალურ ფასებში, ხო? ანუ ინფლაცია და ინფლაციის გარეშე მოკლედ რო ვთქვა. ეხლა ეს როცა არ იყოს, ამას არ აღიარებთ არც სოფლიო ბანკი, არც სავალუტო ფონდი, არც ერთი საერთაშორისო სარეიტინგო საკითხი, ეს არის ნახტი. უბრალოდ თემა რა არის? ნახეთ თემა რა არის? დიახ. ცალკეული ჯგუფში რადგან ჩვენი მოხმარება შეიძლება აი მაგათაც პურზე ჩვენ რაციონში ჩვენ მოხმარებაში იყოს უფრო მაღალი ორჯერ ვიდრე ევროპელის დიახ არ კუთხით ჩანს რომ აქ შეიძლება ამაზე იყოს მეტი ფასი მაშინ მეგეთქვით პირიქით მომსახურება ჩვენთან გაზრდილია 2% და ევროპაში 20%. აბა იმ კუთხით შეხედე იქ მომსახურება ყოველ პრიორიტეტულია ვიდრე ყვება თქვა იმიტომ არა პროპორციულად იმიტომ რომ მათ უკვე პირველად მოხმარების საგნებზე კი არ აქვს პრეტენზია, ეს უკვე მოგვარებული თემა იქ უკვე გადასული არიან მომსახურების რაღაცას ფეროების განვითარებაზე, ანუ მოხმარების საგნებზე. ამიტომ აი თქვენ თუ დაუშვათ ლოგიკას ვაკეთებით. იმიტომ ხელფასიდან რა წილი იხარჯება პირველად მოხმარების პროდუქციაზე. ჩვენთან ძალიან მაღალი ხო არის? უნივერსალური ფორმულა სამწუხაროდ არ არსებობს. უნივერსალური რას ნიშნავს რომ რახან ჩვენ სხვა რაციონი გვაქვს და იმათ სხვა რაციონი ფორმულა არის ერთი ხო ხარჭათა ქართული რა ჭამდა ის რა ჭამდა რა თქმა უნდა მაშინ წონები ჩვენ შენაში ჩვენ არ უნდა შეეძლოს მაშინ უფრო სწორი იქნება ეკონომიკურად რომ თქვა რომ ინფლაცია კი არა საშუალო წონით 12.9 მაგრამ ჩვენ შეიძლება ვთქვა რომ ცალკეულ ჯგუფზე საგნების ჩვენთან შევედაგოთ უფრო მაღალი ინფლაცია, ანუ უფრო მაღალი ფასების და აი ეს უფრო სწორი იქნება. ის რომ 12.9 ეს ფაქტია. მაგრამ ჩვენ ვიტყვით რომ ცალკეულ ჯგუფზე ესე თქვა. აი პირველად მოხმარების საქმეში განსაკუთრებით შეიძლება იყოს უფრო მაღალი, მე გეთანხმებით რომ არის უფრო მაღალი. 12.9 წელს და შეიძლება 18.9. კი ბატონო, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედოთ ხელფასიდან დანახარჯებს და შევადარებთ ევროპის ქვეყნებს, მათ მეთოდოლოგიასაც ავიყენებთ. ჩვენთან არის პირველად მოხმარების საგნებზე არის ძალიან კატასტროფულად მაღალი ფასი, იმიტომ რომ ხელფასები არის ძალიან დაბალი, პროდუქციის ფასი ფაქტიურად არის ევროპის ფასთან გატოლებული და შესაბამისად ხელფასთან გადახდილი ის თანხა ხვედრითი წილით ხელფასთან არის ძალიან მაღალი. მაგრამ ევროპაში ანუ ხელფასი ვერ მიყვება ინფლაციას, ვერ მიყვება ეკონომიკურ ზრდას, იმიტომ რომ ჩემი მეგობარი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დათვლილი უბრალოდ გამოთხოვილი მასალებზე დაყრდნობით, იქ ჩანს რომ მთლიან ეკონომიკაში მთავარი ძირითადი შემოსავალი აქვს 20%, ანუ 20%-ს უჭირავს ეკონომიკის 60-70% და მართავს ეკონომიკას, დანარჩენი მოსახლეობა 80% არის მომსახურე, რომელსაც 30%-ის გადანაწილებული არის 80%. თქვენ წარმოიდგინეთ ევროპის პრობლემა დღეს იმის გამო რომ მაგათ როგორ არის გაზრდილი ენერგეტიკაზე ფასები, ანუ ესე იგი მისი დანახარჯები იზრდება იგივე ხელფასის წილში და ფაქტობრივად ევროპაში თუ აქამდე იყო ნეტო ესე ვთქვათ ხელფასი რომელიც მიდიოდა დანაზოგებში და პირზემოქმედებდა მე ეკონომიკურ ზრდაზე ეს ნეტო შემცირდება ახლა იმიტომ რომ ხარჯები გაზრდილია და ამიტომ ევროპაში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის დაბალი ანუ თუ მე გამეზარდა ხარჯი და დანაზოგი ვერ გავაკეთე ანუ რომელიც ვეღარ მონაწილეობს ეკონომიკურ ზრდაში როგორც კომპოზიტი ბუნებრივია ევროპაში პროგნოზი არის უფრო დაბალი ამიტომ მაგრამ ეს გარკვეული პერიოდი მოხმარება გაიზარდა. არა, უფრო მაღალი ხელფასი კი არის, მაგრამ აი ამ მომსახურებაზე და ენერგიულ ესე ვთქვათ ხარჯებზე ძალიან დიდი ნაწილი ხელფასი. იქ უფრო სწორად რომ ვთქვათ. აი თუ გაქვს 5000-ზე ზევით, მაშინ დაკლებად გენერირებს შენ ჯიბეზე ეს. აი 2000 ევრო, 3000 ევრო, 80% თუ ხარჯებში კი ბატონო, მაგრამ ჩვენ რო გადავხედოთ დაუშვათ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ანუ იმასთან ამეთანხმებით, რომ წყვეტა იყო რა თქმა უნდა მიწოდებასა და მოთხოვნას შორის პანდემიის პერიოდში, საქონლის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის და სხვა შორის მომსახურებას ეს იმდენად არ დატყობია, იმიტომ რომ მომსახურება სხვა თემა არის. ნუ დღეს რო გადავხედოთ, ფაქტიურად მოთხოვნა არის ასევე გაზრდილი იმასთან შედარებით, რაც იყო პანდემიის პერიოდში. ანუ ეს იმას ხომ არნიშნავს, რომ აღდგა უკვე ეკონომიკური მდგომარეობა დაუბრუნდა პანდემიამდე პერიოდს
და უკეთესი მდგომარეობა არის როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში და აი აქ მინდა მოსახლეობას უთხრა, რომ უბრალოდ თუ სტატისტიკური მასალა მივაწოდო გაზრდილი ფასებთან დაკავშირებით, ზეთი და ცხიმი ამ შემთხვევაში გაზრდილი არის 27.7%, ეს არის წლიური ზრდა 21 წლის. ბოსნიური ბაღჩეული გაზრდილია 26.22%, მოკლედ წინა წელთან 20-20-თან შედარებით არის. პური და პროდუქტები გაზრდილია 20.4%, რძე, ყველი და კვერცხი გაზრდილია 17.9%, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული გაზრდილია 17.4%, თევზეული გაზრდილია 16%, ხილი და ყურძენი გაზრდილია 15%, 15.5%, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენი გაზრდილია 13.6%. ეს ყოველთვის მიკვირდა დაუშვათ ჩვენი წარმოების პროდუქციაზე. რატომ არის? ხაოს მონაცემი მე რომ მითხარით 10% არის გაზრდილი. არა, ამ შემთხვევაში წყალი არის ჩვენი და იქ იმდენად ფასდამატი არის წყალთან დაკავშირებით, რომ 13.6% მაინც გაზარდეს წყლის ფასი. ხორცი და გასაგებია, რომ შესაფუთი მასალები შემოგვაქვს, მაგრამ ძირითადად ნედლეული არის ჩვენი. ხორცი და ხორცის პროდუქტები 10.7% არის გაზრდილი, ყავა და ჩაი, კაკაო ეს გაზრდილია 6.9%, ტრანსპორტირების ხარჯი გაზრდილია 20.2%, წყალი, ენერგია და აირი გაზრდილია 11.5%, ეს გახავთ 20-21 წლის მონაცემები და შედარებული არის 20-20 წელთან შედარებით არის გაკეთებული. მოკლედ, რაც შეეხება მეორე შეკითხვას, ფასების და ჩვენი არის ქვეყანაში, ბატონო გიორგი, სადაც როგორც ზემოთ ვახსენეთ 70-80% ძირითადად ხელფასის ან სხვა შემოსავლის უმეტეს წილს ხარჯავს სურსათზე ფაქტიურად, კომუნალურზე, განათლებაზე და ემიგრანტები ამ შემთხვევაში ხარჯავს უძლო ქონებაზე, ძირითადად ეს ცნობილი არის. რომელზეც ფასები გაზრდილი არის ფაქტიურად და ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ხომ არ ფიქრობთ, რომ 10.5%-იანი ეკონომიკურ ზრდაში ინფლაციას აქვს გარკვეული წილი? ამით რეალური ზრდა. დიდი წილი 10.5 არის. ეხლა ეს არის რეალური ზრდა, ეს არ არის. ოდი ჩავშალოთ. არა, მიმდინარე ფასებით გაცილებით მეტია, რო აიღოთ ჩვენი მშპ ან თრაში და პროდუქტი, მიმდინარე ფასები ინფლაცია შედის მაგაში. ეს არ არის. ეს არის რეალური ზრდის მაჩვენებელი, უბრალოდ თემა არის რა. შეიძლება გქონდეს უფრო დაბალი ინფლაცია, მიდევთ დღეს არის. იქნება თუ ეკონომიკური ზრდა უფრო დაბალი. ზრდა უფრო მაღალი გქონდა თქვა, ჩვენ რატომ, იმიტომ დანაზოგი იქნება მეტი. მიხვით რას ვამბობ? აი შეიძლება ინფლაცია გქონდეს. ხო, მაგრამ დანაზობს ჩვენი მოსახლეობა 70-80% არის ღარიბი მოსახლეობა. მაგრამ ეს სხვა რა დანაზობს აკეთებს ეს მოსახლეობა? ვისაც ბანკებში აქვს შეტანილი თანხები, ის 20%-დან ხომ არ არის იმიდან, რომელსაც სამაგიერება 80%. მაღალი ფასები სხვა რამეზეც მოქმედებს ზრდის კომპონენტებზე. მაგალითად წმინდა ექსპორტზე. ფასი რო იდება იმპორტულ პროდუქციაზე, ნეტო ექსპორტი მცირდება, ბუნებრივია. და ნეტო ექსპორტი რომ მცირდება, გასაგებია, მაგრამ ამის წილი რამდენად დაუშვათ დიდი არის ძალიან ზრდაში ექსპორტის. არა, ჩვენი პროდუქცია უფრო მეტი გქონდეს და ნაკლები იმპორტირებული სხვა იქნება. მოდი, მაყურებელს რომ აუხსნათ აქ, დაუშვათ პურის ფასი იყო 80-90 თეთრი. გახდა ლარი და 10. ნუ საშუალოდ კარგი ლარი თქვა 30 თეთრი 20 თეთრი 10 თეთრი გააჩნია ნუ საშუალოდ მოხმარების პროდუქციაზე. არა, ძველი პური 20-30. ხო, ამაზე სამყარო არის, რომელსაც ყველა მოიხმარს ამ შემთხვევაში, ნუ მეც ფაქტიურად ლარი 5-10 თეთრი გადავიდა. ნუ 5-10 თეთრი აქ გქონდა სხვათა შორის ეს პურზე რამდენით გაძვირდა. 20.4% გაზრდა სასტარტის, ანუ 20.4%. ეს სასტარტის მონაცემებია. ანუ 20 თეთრით ფაქტიურად გაძვირდა 80 თეთრი, 20 თეთრი. ამ შემთხვევაში ჩვენ ამ თვითონ წარმოებებმა, რომელიც აწარმოა პური, იმ შემთხვევაში, როცა მისი პურის ფასი იყო 80 თეთრი, მისი შემოსავალი იყო გარკვეული წილად X, ხო, ამ შემთხვევაში, ხო? დაუშვათ 100 პური გაყიდა, მისი შემოსავალი იყო 80 ლარი. მაგრამ როცა ლარი გახდა პურის ფასი და გაყიდა 100 პური, მისი შემოსავალი გახდა 100 ლარი.
ანუ 20 ლარით მეტი. ამ შემთხვევაში ეს 20 თეთრი, ანუ 20 ლარიანი გაზრდა იყო თუ არა ინფლაციიდან გამომდინარე? არა, იყო ხო, მაგრამ ესე იგი, ეს 20%-იანი, ანუ ინფლაციაში, ამით კომპანიის ესეთნაირად არის რამდენიმე, ანუ ის კომპანიები, რომელიც ფუნქციონირებს ეკონომიკაში. მაგრამ თუ არა ინფლაციის ეკონომიკის პატარაინას გავაკეთე. ანუ იყო თუ არა ხელოვნურად, ანუ ბუტაფორია ეკონომიკურად გეტყვით. ჩორო ხორბლის მოხმარების 70% გარედან და 80 არ შემოყონდეს გატაკლები. ფაქტურად ეს ხორბალიც როგორც ესეთი, ხო, მაგრამ მაჩვენებლებს აქაჩვენებს ის კომპანია. არა, გაძვირდა რუსეთში ძალიან გაძვირებულია და იმდენ შემოდის. მოკლედ, ეს არის შემოტანილი ინფლაცია, მაგრამ ადგილობრივი ინფლაცია ხო ჩვენ ძალიან დიდი გვაქვს. ადგილობრივი ინფლაცია გითხარი არის 4% მეთქი და 8 არის შემოტანილი, მეტი რა ვქვა. კი ბატონო, ანუ არ ეთახმება ამ ფორმულირებას. კი ბატონო, არა, ხვალით ადგილობრივი არ არის, პირიქით. ადგილობრივი 4%-ზე მეტი. იმ თორმეტში მესამედი არის ადგილობრივი. კაი, ესე გავაკეთოთ. კარგი, გადავიყვანოთ დოლარებში. რო გადავიყვანოთ დოლარებში, ხო ძალიან მარტივად გამოჩნდება თქვენ. მესამედი რო არის, კაია. მესამედი არის ადგილობრივი ინფლაცია. მესამედი უფრო მეტია. არა, კარგი არ არის, უფრო მეტია და უფრო ცუდია მდგომარეობა, ვიდრე აჩვენებს ამის თქმა მინდა. კარგით, კი ბატონო. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას 2022 წელს ერთ მოსახლეზე ისტორიულად მაქსიმუმი 5500 მიაღწევს მთლიანი მეშეპეს ერთ მოსახლეზე მთლიანი მეშეპე. ანუ ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია და მოსახურების ფასი, რომ გავყოთ ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობაზე, გამოდის ერთ მოსახლეზე რამდენი დაუშვათ აწარმოა ქვეყანა. ფასებში დოლარში გადაყვანილი. მოკლედ, თქვენ როგორ ფიქრობთ ეს დღევანდელი მოცემულობით როცა დაუშვათ ამ შემთხვევაში გვაქვს 10%-იანი ფაქტურად ლარის გამყარება გვაქვს კი ბატონო, მაგრამ ეკონომიკური ისდაბლოს 10.5%. ერთი სულ მოსახლეზე ეხლა დაახლოებით ჩვენ რო დავიანგარიშოთ, ფაქტურად გამოდის $4,300 იყო წინა წელს და $255 და დაახლოებით $4,800 გამოდის წელს. ხო? დაახლოებით. როგორ ფიქრობთ, გამოვა თუ არა 2020-ში $5,500 ერთ სულ მოსახლეზე და გაიზრდება თუ არა მეშეპე 65,000. ხომ არ არის უბრალოდ მანიპულირება, ანუ პოპულისტური განცხადება ეს? ახლა ნახეთ როგორ არის წელს საბაზისო პროგნოზი ეკონომიკური ზრდის. ამ წელს იყო 5.9%. დიახ, და ქონდა მეტი მაღალი. საბაზისო ზრდა. მე გახდა 6, მე 7.9. ეს ჩვენი არა მარტო, სოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი და რეალურად ჩვენ გავედით 10.9-ს. აი გავალ წლის ბოლოს. გაიცათ არის საბაზისო პროგნოზი 6%. გაიცათ. თუ ჩვენ საბაზისოზე დავრჩით 65 მილიარდს, ჩვენ გავალ 2023-ში. მაგრამ თუ ჩვენ ეს შედარებით იყო 2020-თან. მაგრამ თუ ჩვენ წევანდელი თუ ჩვენ ავჩდებით საბაზისო პროგნოზს და გავალთ მაღალ ზრდაზე, თავისუფლად გავალთ 65 მილიარდზე, არა პრობლემა არ არის. ანუ როგორ თქვით? აი 11%-იც რო იყო 65 მილიარდზე. თუ გვექნა 12%-იანი ზრდა, ანუ მე ეს დაც ვამბობ, რომ ამ წელსაც საბაზისო სამი პროგნოზია. თავრობის საბაზისო, თუმცა შემდეგ კორექტირდება საბაზისო სოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის პროგნოზად ფაქტობრივად თანამხედრეა. ანუ რამდენი პროცენტი უნდა იყოს ეკონომიკური ზრდა? 65 მილიარდი რომ მივახციოთ. 12%-ზე თავისუფლად 65 მილიარდს. კი ბატონო, გვექნება 12%-იანი ზრდა 2022-ში. ერთი. მე ვატოთ ხირო, წელსაც საბაზისო პროგნოზი 5.9 იყო თავიდან, მეტი კი არ იყო. და გავიგეთ ორზე მაღალზე, ხო? მე არ საბაზისოა ის 6% გაიცათ. ეს განსხვავება 6 იქნება. ბატონო გიორგი, აქ მინდა ჩაგეკითხოთ, 2020-ში ჩვენ საბაზისო ის რო ქონდა ამ შემთხვევაში პროგნოზი. ეს იყო 2021-ში, 2020-თან შედარებით იყო, ხო ესეა? 2020-ში ჩაკეტილი ქონდა ეკონომიკა. ბატონო ჯახარიას პერიოდში ფაქტურად ეკონომიკა ჩაკეტილი, ну პანდემიის გამო და შემდეგ გავხსენეთ ეკონომიკა და ბუნებრივად 2020-თან შედარებით გაიზარდა 10.5%-ით. ჩვენ მაშინ უფრო კონკრეტულად დაგვისვამ შეკითხვას. მე მაინტერესებს თქვენგან. რა გავაკეთეთ დაუშვათ წარმოებული ეკონომიკის კუთხით ისეთი, რომ
20-22-ში, ან 20-21-ში, 20-20-ში უბრალოდ. რომ 20-22-ში ჩვენ გვექნება 12%-იანი ზრდა. გადაცემით წინ ჩვენ ვისაუბრეთ 12% დათვალეთ. პატარა ეკონომიკებში, როგორც ჩვენ ვართ. დიახ. სადაც არის საკმაოდ, ესე ვთქვათ, დიდი რესურსები, დიდი ეკონომიკებში, მაგალითად, რომ გაიზარდოთ ამერიკის ეკონომიკა, რომელიც არის პირობითად ვთქვათ, ნახეთ, 28 ტრილიონი. რომ გაიზარდოს ტრილიონით, ისი ზეგავლენა იქნება გაყოფილი თლიან დღევანდელ მოცემულობაზე. რა, ჩვენ პატარა ეფექტია. ჩვენ ამაზე უფრო მაკლები დაახლოებრივად. მაგრამ მილიარდიან ზრდა უფრო აისახება ზრდაში, პროცენტულად მზე ტრილიონი ზრდა. გვექნება კი მილიარდი. ამიტომ ცოტა არ არის პრობლემა. ორი მომენტია თქვა ჩვენ, რომელიც მე შემიძლია გითხრათ, რომ აუცილებლად აისახება ეკონომიკის ზრდაში. პირველი ეს არის კაპიტალური ხარჯები. 9%-ია მშპ-ში, ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ეს ერთი. კი ბატონო. მეორე. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ დიდად მაინც დამატებული ღირებულებით უნდა გავიან გარეშოთ ეს, ხო? დიახ. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ არ მოხდება რამე გლობალური შოკი, გლობალური შოკი გულისხმობ, რაც უნდა როცა უკრაინის ომი არ დაიწყება, თუნდაც გლობალური შოკი ეგ არის. ჩვენ გვაქვს შანსი თუნდაც უახლოეს წლებში, ხაჭო ეს რამესაც ვთქვი. ყველა პესიმისტური ან საბაზისო პროგნოზით, რომელიც ყოველთვის დაწეული ხოლმე, 2026 წლებში ჩვენ გვექნება დაახლოებით 6%-იანი ზრდა საშუალოდ. ეს როცა ვამბობ საბაზისო პროგნოზი, თქვენი პროგნოზით ისევ ვინმე ამდა მერის ხანდა 6 რო იქნება ეს კი არ მოწოდო რომელიმე წელს ჩვენ შეიძლება არ კონკრეტულად საშუალო არითმეტიკულ სიძახით. გასაგებია, მაგრამ 20-22-ში ჩვენ არ გვექნება 65 მილიარდი მშპ. ნუ ეს ფაქტია ფაქტიურად, იმიტომ რომ 12%-იანი ზრდა. ხო, 6%-იანი ზრდა გვექნება, ჩვენ გვექნება 2023-ში. დიახ, გამოვარდება დავუშვათ. მაგრამ აქ ხო კიდე მეორე განცხადება, რომ 20-30-ისთვის ჩვენ, ნუ ეს ცოტა საკამათოა, ამაზე იმდენად არაფერი არ გამოყვებით დავუშვათ, ჩაგეძებთ, მაგრამ 20-30-ისთვისო ჩვენ გვექნება ეკონომიკის გაორმაგება 10,000 დოლარი თითოეულ მოქალაქეზე მშპ-დან. ანუ მშპ-ს წილი დავუშვათ, გვექნება 10,000 დოლარი. რამდენად 10,000 დოლარი ჩვენ კონდეს 2030 წელს? ეხ. ანუ რამდენი ეკონომიკის დაუნდაყოფის 21. მინიმუმ საშუალო უნდა იყოს 7.5. გეთანხმებით, დიახ, მაინც მაქაური. ნუ თქვენ გათვალით 6%, ესე იგი რეალურად იქამდე. პრემიერი როცა ამბობს ის ხარ ამბობს ესე რომ აი საბაზისოდ რამდენი გვექნება და ოპტიმისტურად ამდენი ის შუაში გადის. ანუ მე ყოველთვის ამბობ, საბაზისოდ ბაზისური 7.5-ის დით ჩვენ გვექნება 10,000. მაგრამ თქვენ 7.5 არ არის ცოტა პროცენტი. საშუალო. აი პრობლემა კიდევ ხელ ვიმეორებ. ეხლა მაგალითად გეტყვით თქვენ. ახლა ბოლო ინფორმაცია. მოკლედ ჩვენი მისია რა აქვს ნავთობი და ავართ ესეთი ენერგო ექსპორტი საკარავნე გზავრობს. ჩვენ რა სტრატეგიას ქონდა ეს წლები. ეს იყო ლოჯისტიკური, ესე ვთქვათ, ჰაბი, მოსახულება. ლოჯისტიკური ჰაბი. ახალი პროექტი გაკეთება, ეს არის აზერბაიჯანი, ირანი და თურქეთი. და საქართველოს საქართველოს შავი ზღვა. რომელსაც ჭირდება ნაკლია. ხო, მოიცეთ. საქართველოს ძალიან საინტერესო პროექტია სხვა შორის. რატო გავეცანი არ პერსპექტივა თუ მიება ინდოეთის ბაზარი, იქვე არა? ირანი, აზერბაიჯანი, საქართველოს კი არა. აზერბაიჯანი საკუთარი ნაწილი თუნდაც პროდუქციის. პირველ თქვენც რომ ჩინეთიდან დაიწყო. პირველ მატარებელი უკვე გამოვიდა. და რატო დაარქოს პირველი ჩვენ ხო გავარდავით ამდენჯერმე? ეგეც მაინტერესებს. მე ვიზახი რესურსებზე, რომელსაც შეუძლია ეკონომიკა ისე დაძრას, რომ კარგი დაუბრუნდა ძირი. 10%-იანი დაცკი კონდეს უპრობლემო. მე რაც ვამბობ, რომ ყველა ეკონომიკას, რომელსაც ქონდა ეგეთი ზრდა,
აი ჩინეთს მაგალითად, ხო? ყველაზე ხანძრული და ჩინეთს ხონდა, ხო? წლები იყო 12-იც ხონდა და 15-იც, მაგრამ საშუალოდ ხონდა 7.8%. ინდოეთს საკმაოდ ხანძრული და ირლანდია. ამიტომ დავისვით შეკითხო, წარმოებული ეკონომიკაში რა ჩავდებით ჩვენ 2021-2020-ში? და მე გეომეტრია შემდეგ ის ყველგან იყო რაღაცა წამყვანი ლოკომოტივი. აი ირლანდია მაგალითად. ანუ თუ ჩვენ ეს პროექტები თუ ჩაებინდება ეკონომიკას, როგორც ლოკომოტივი, თავისუფლად მექნება რატო არ გვექნება? რასაც მეკითხები, არსებული სტატუს კვო ვერ გვექნება. მე გეთანხმებით, აი არსებული პოტენციალი თუ რამე არ დაემატა ვერ გექნება. ამის თქმა უნდა ესმოდი თქვა. დიახ, აქამდე დავუშვათ ესე კითხვა დაგიცვით. მაგრამ თუ დავუშვათ ახლა არსებობს უბრალოდ ერთი რაღაცა ძალიან მიყვის ამ თავრობის რა, არაერთხელ ვისაუბრია უბრალოდ ამ სტუდიაში რომ აი თუნდაც მაგალითად მე მაქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა და ხედვა. ასევე აქვს სხვა ორგანიზაციებს, ასევე აქვს ძალიან ბევრს. შეიძლება თქვენც გქონდეთ, მე არ მინახე, მაგრამ შეიძლება გაქვთ, რომელიც არ არის გამომზეურებული. რატომ არ ხდება ამ ხალხის შეკრება? იქნებ ვიღაცა რაღაცას კარგს ამბობს, ან შეიძლება პირიქით არც არის საჭირო და უთქვის, რომ დაამტკიცოს, რომ ეს არ იმუშავებს, მოდი შეცვალე რაღაცა გააკეთე. რატომ არ ხდება ამ ხალხზე ნადირობა მთავრობის მხრიდან? რატომ არ სურს მას, რომ მოსახლეობა, რომელიც მოქალაქეები, რომელიც მუშაობენ ამა თუ იმ კვლევაზე, ამა თუ იმ დაუშვათ ეკონომიკური განვითარების თემაზე, ამ გამოცდილებოდა და შემდეგ ჩართონ ეკონომიკური განვითარების პროცესში. რატომ? რა არის ამის მიზეზი, ვერ ხვდები? არ სულ განვითარება თუ უბრალოდ არ უნდათ რომ რაღაცა რა არ უნდათ, ვერ გავიგე. მე გეტყვით შემას მაგ საკითხზე. ერთ-ერთი ძლავრი ესე თქვათი ინსტრუმენტი, რომელსაც შეიძლება ეკონომიკის გაცოცხლება და ბუნებრივია იქნებოდა საფონდო ბაზარი რა. მაგრამ საფონდო ბაზარი. ანუ კაპიტალის ბაზარი თანამედროვე. კი ბატონო. რატომ არ კეთდება მე არ ასევე განვითარების ფონდები, რომლებიც დაუშვათ დააფინანსებენ სწრაფად მე პრომეცად გეტყვით. მე ვიცი რომ ეთახვები ჩვენ ქვეყნებს საფონდო ბაზარმა დაყოლთ 2-3%-იანი მატება მისცა ეკონომიკურ ზრდას. მე შეიძლება იყოს კი? საფონდო ბაზარი. კი. ამიტომ ახლა რატო არ იყენებს თავრობა ამ ინსტრუმენტს? მე არ ვიცი. მე ვერ გეტყვით. მე ვიყავ თავრობის ჩელელი მაგნატელში, პირველ რიგში თქონდა დავიწყებდი კაპიტალის ბაზრის თლიანი ორგანიზაციით, ჩავხსნიდი ეროვნული ბანკიდან პასან კაგალდების კომისიას, გავიყვანდი ცალკე, პირველ რიგში გავაკეთებდი და ვემუშავებდი, რომ ეს ბაზარი რეგიონალური მასშტაბის ყოფილიყო. ანუ ეს ყოფილიყო არა ქართლის, ამ შემთხვევაში სამინისტროს საკუთრებას, თუნდაც თურქეთის ბაზარზე მიგვიდა. იგი აზერბაიჯანის საცოლქეთი, რატომ თურქეთის ეკონომიკას რო ვამბობთ, თურქეთის ეკონომიკის ერთ-ერთი ლოკომოტივი, რომელმაც მიზერდაში ფული შემოდის საფონდოებიდან 2-3%, რო ქონდა თურქეთს 8.5%-იანი და ერთ-ერთი მძლავრი ისე თქვა მიმწოლი ფულში იყო ზუსტად კაპიტალის ბაზარი თურქეთს საკმაოდ ეს ერთი მხარე მაგრამ თურქეთის ჩაძირა ვითარება თურქეთი ჩაძირა პოლიტიკურმა დესტაბილიზაციამ ან ინვესტიციები რომელიც იქ შემოვიდა დაიწყეს გასვლა რატომ მერყეობს იმიტომ ბოლო 2-3 წელია ჩვენში თურქეთში არის მუდმივი პოლიტიკური კრიზისი ეს არ აჩანს გარეთ ხდება ოპოზიციების დაპატიმრება ხდება შეზღუდვები ამის გარდა ეს ერთ-ერთი ფაქტორი აი თუნდაც ახლა როცა ფინანსთა მინისტრი მოხსნა მანამდე რა ხდებოდა თქვენ იცით სოფლიოში ყველა იღებდა ინფორმაციას რომ იყო დიდი დაპირისპირება ერდოგანსა და მინის შორის თუნდაც იგივე თავარი ამერიკას შორის ანუ როდესაც ახლა თურქეთი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა თავდადროულად საკმაოდ დემოკრატიული რეფორმები გაატარა იყო უფრო სეკულარული ტიპის თანამედროვე ქვეყანა და არა უფრო დახურული აი რა 4 ტიპის ქვეყნები ნახეთ ერთი არის ელექტორალური და ლიბერალური ქვეყნები ეს არის
ну, დიზა სკანდინავიის ქვეყნები არის მოდელი, ამ ლიბერალური მოდელის ქვეყნების, ევროკავშირის ქვეყნების დიდი ნაწილი. მეორე არის ამ ჯგუფში გადის რა. მეორე არის ელექტორალური დემოკრატიის ქვეყნები. ხო, ლიბერალური დემოკრატიის. ელექტორალური ნიშნავს რომ არჩევნების ხდება ხელისუფლების ცვლა, მაგრამ არ არის ესეთივე ლიბერალური, როგორც არის დაუშვათ იგივე სკანდინავიის ქვეყნები, გადაწყვეტილი მე ვიზახი თელ კრიტერიუმებს, რომელსაც ეს ფასდება. და არის მესამე, ჩვენ გადავდივართ ამ მეორეში ვეცოდეთ. ამ ელექტორალურ დემოკრატიაში. და ასევე ელექტორალური ავტოკრატია, სადაც თურქეთი გადის და რუსეთი სხვა შორის და არის კიდე დახურული ავტოკრატია, სადაც გადის ირანი და ირანი და ანუ თურქეთი თვითონ პოლიტიკური სისტემა ჩვენ განაძეც არის იქით. იქით ხარას არის. და ეს ახლა და ყოველთვის თურქეთი იყო ყოველთვის აი ამ 3 წლის წინ წინა პერიოდებში თურქეთი გადიოდა იგივე კატეგორიაში როგორც არის ელექტორალური დემოკრატია. ეხლაც არის, მაგრამ შეზღუდულია ეს დემოკრატიაც, უფრო ავტოკრატიზმი. ნუ ხო, ეს გატარებულო პოლიტიკა. ხო, არის ბოლო 3 წელიწადში გაუარესდა თურქეთის ინდიკატორი. მაგრამ რუსეთისაც მილიონჯი რუსეთი დიდი ხანია შემანდარი. კი ბატონო. კარგით. ნუ ეხლა მოსახლეობას მინდა, უბრალოდ მაყურებელს რა თქმა უნდა მოსახლეობას მინდა უთხრა სტატისტიკა, შემდეგი სტატისტიკა, რა ყოფნის და რა არა, ანუ თვითკმარი რაში ვართ ჩვენ საერთოდ პროდუქციის წარმოებაში და სხვადასხვა ეს არის მოკლედ ბიზნეს იდეაც. რა შეიძლება ვაწარმოოთ, რაშიდაც გადატვირთულია და ყველა აწარმოოს, იგავნა აწარმოო, რა თქმა უნდა, ხო? რაც აკლია ბაზარს, ის უნდა აწარმოო. ნუ სიმინდი ამ შემთხვევაში 78%-ით გვაქვს თვითკმარი სიმინდი 32% ფაქტიურად შეუძლია მოსახლეობას აწარმოოს და ბაზარი მიიღებს, იმიტომ რომ იმპორტზე შემოდის 32%, კარტოფილი 92% და 8% შემოდის იმპორტზე, ბოსტნეული 63% და 37% შემოდის იმპორტზე, ყურძენი 155%, ანუ იმასაც ანუ აკმაყოფილებს 100% შიდა მოხმარებას და 45% უფრო მეტი გვაქვს წარმოება. ანუ ამ მიმართულებით რო შევიდეს პრინციპში ბაზარი ამ ბაზის პირობებში აზრი არ აქვს, ხორცი 59%, 51% იმპორტზე შემოგვავს. ასევე ხორის ხორცი 51% სვაწარმოებთ ადგილზე და 59% შემოგვაქვს იმპორტზე. ფრინველის ხორცი 34% წარმოადგენს ამხელად დიდი ბაზარი შეიძლება წარმოება განვითარდეს. ანუ 66% შემოგვაქვს იმპორტზე. ფაქტობრივად 66%-ს ათვისების შანსი არის, რომ დავუშვათ ეხლა დავიწყოთ ფრინველის ხორცის წარმოება. ზედა ძის პროდუქტები 91%, ნუ გაჯერებულია, ფაქტობრივად 19% ბევრი არ არის. ნუ გააჩნია ბაზარს არ აქვს დიდი წილი. კვერცხი 97% ფაქტობრივად ათვისებულია, ცხვისა და თხის ხორცი 102% და ხორბალი, ნუ ეხლა 15%-ს ვაწარმოებთ, მეც არ ვაწარმოებთ, ხო? ანუ 85% შემოგვაქვს იმპორტზე. აი ამ მიმართულებითაც აქვს საკმაოდ ეს. ხო, ამიტომ ამბობ, თვითკმარ ეკონომიკა არის ერთ-ერთი გარანტი იმისა, რომ საგარეო შოკი ზეგავლენა იყოს უფრო ნაკლები. კი ბატონო. თუ ჩვენ არ გვექნება ეს თვითკმარი ეკონომიკა, ეხლა შეიძლება შევთანხმდეთ, რომ ყოველთვის გვექნება ეს პრობლემა. გითხრებით. ეხლა მეორე უბრალოდ ბოლოს ეკითხა ფაქტიურად ამ გადაცემაში. მე მაინტერესებს ეხლა 9 თვეში მე გადავხედე სტატისტიკას პედაგოგიურ ცხოვრ ინვესტიციების. 728.4 მილიონი დოლარი შემოვიდა პედაგოგიურ ცხოვრ ინვესტიცია და წინა წელთან შედარებით ეს არის 3%-ით მეტი. ხოლო პანდემიამდე 2019 წელთან შედარებით 24%-ით ჩამორჩება. ნუ რაც შეეხება თვითონ ასევე ფულადი გზავნილები 1.7% არის და ფაქტობრივად 28% მეტი არის წინა წელთან შედარებით, ხოლო იმის წინა წელთან შედარებით ბევრი განსხვავებული არ არის. ნუ აქ მაინტერესებს ესეთი რაღაცა. თუ ჩვენ დავაბრალებთ, რომ აი თქვენც ახსენეთ, რაშიდაც მე არ დაგეთანხმეთ, რომ მოსახლეობა 2020-ში კი რა თქმა უნდა გაუჭირდა და შესაბამისად ხელფასებმა ზოგადად დაიკლო, მაგრამ საბოლოო ჯამში ცოტა გაუჭირდათ, მაგრამ შემდეგ წამოიწია, მოთხოვნა გაიზარდა. ხომ აი აქ მაინტერესებს, რამდენად სწორი იყო თვითონ მთავრობის პოლიტიკა, რომ
ინვესტიციები არ შემოვიდა ფაქტიურად ქვეყანაში, თუ ჩვენ გადავხედავთ ფაქტიურად ესეთი პანდემიურ ან კრიზისულ სიტუაციას განვითარებელ ქვეყნებს აქვს საშუალება, რომ მოიზიდოს ძალიან დიდი თანხები პირდაპირ უცხოური ინვესტიციების სახით. იმიტომ რომ ის ფული, რომელიც არსებობს ეკონომიკაში ესეთ კრიზისების დროს, ხდება დამუტარკება ამ ფულის და ინფლაციას რომ გაუძლონ, ეძებენ ისეთ ადგილს, სადაც შეიძლება დაბანძდეს სარფიანად. ანუ პირდაპირ უცხოური ფულადი გზავნილები იმიტომ ვახსენე, რომ გაზრდილია, ესე იგი იმ ქვეყანაში მდგომარეობა არის კარგი. და ამიტომ იზრდება ფულადი გზავნილები, ხო? ესე იგი თუ კარგი არის, ეს იმის დადასტურება მეორე, რაც წინა თქვით შესავალში, რომ ფული არსებობს და ამ ფულის შემოტანა შესაძლებელი იყო. მაშინ რამდენად სწორად იყო გატარებული პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა ატარებდა დღემდე. ეხლა ეს შემოვიდა უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით ბევრი რაღაცა გაკეთდა. მაშინ საკმარისი იყო თუ არა მას? ეხლა ვიგეთქვით. ბევრი რამე გაკეთდა. თავის პოლიტიკას ხალხური ინვესტიციები გაზრდილია თქვენ რო იცოდეთ. მესამე კვარტალში და პირველ 9 თვეში კი, გითხარით, 728 მილიონი თავრობა მათი პროექტი გაზრდილია. ინვესტორების ცეცხლი მხარდაჭერის პროექტი. მაგრამ აქ უნდა ვთქვათ, რომ რეინვესტირებაზე უფრო მეტია. რეინვესტირება კი. მაგრამ რეინვესტირება უცხოური ინვესტორების სუფთა არ არის იდეა გაზრდილი. თუ რეინვესტირების წილი რატო ნაკლები თურქეთში? იმიტომ რომ არასტაბილურობის გამო გაარკვევი. ხო, ნუ ამ კუთხით გვაქვს ამ რეინვესტირებას თავისებაცებაც აქვს, ხო? მაგრამ მე მოკლედ გეტყვით ერთ რამეს ახლა. აი დაუკვირდეთ, მაგრამ მეორე მხარეა იქ არის თუ არა ესტონური მოდელი, ჩვენთან უფასოა ფაქტურად არიხტის გადასახადს თუ რეინვესტირებას გააკეთებს და იქ არ არის ეს. იქ არ არის, ეს არის ფაქტურად. ჩვენ ესტონური მოდელი გვაქვს მოგების გადასახადს ესტონური მოდელი. ხო, მაგრამ მე კიდევ მინდორობ, თუ ჩვენ გვინდა უფრო მეტი პირდაპირ უცხოური ინვესტიცია, ეს არის კაპიტალის ბაზარი. სხვა მოდელი კაცობრიობას არ მოგონია. ჯერ საფონდო ბაზარი, მე გავცეცხლდება. საფონდო ბაზარი შევიდეს იმ კაპიტალში. აღესილას. და ფართო საკითხია, მაგრამ ზითარში გეთანხმებით, რა თქმა უნდა. ყველაზე, ანუ თუ გვინდა უფრო მეტი პირდაპირ უცხოური ინვესტიცია, პირდაპირ მაშინ ეგეთი ტიპის ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, ხა როცა არა გვაქვს. მაგრამ მე ვამბობ, რომ უცხოური პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ყველაზე მძლავრი ბერკეტი დამზაიმისა, რომ თავრობა თავაზობს ინვესტორებს ენერგეტიკაში, აგროსექტორში, მაღალ ტექნოლოგიებში შეგავათიან პირობებს, რომ ვამბობ, რომ ყველაზე დიდი ზემოქმედება ეკონომიკურ ზრდაზე და ინფრასტრუქტურაზე მოახდინა კაპიტალის ბაზრებმა ყველა იმ ქვეყანაში, ვინც ეს რეფორმა ჩაატარა. ანუ იყო თავისებური ლოკომოტივი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი არის კი ბატონო გეთანხმებით ამ მიმართულებით მაგრამ ნუ კითხვაზე მაინც არ გამეცით პასუხი იყო თუ არა შეიძლება მეტის გაკეთება მე მაინც გონია რომ ჩვენ მომავალში მოგვიწევს ამის გაკეთება მე ვფიქრობ რომ თუ დაუშვათ ამ თავრობას უნდა რაღაცა დაუშვათ რამეს გაკეთება უნდა მოусმინოს ხალხს და ხალხს რა თქმა უნდა კლიენტებს უნდა მოусმინოს მაგრამ აქ საუბარი არის იმაზე რომ ვისაც აქვს რაღაცა გამოცდილება აქვს რაღაცა ნაკლოვი მუშაობს ამაზე დღე და ღამე თქვენ მე დაუშვათ ჩემს კოლეგებს არა ფაქტიურად ყველას აქვს ერთი და იგივე განცდა რომ თავრობა არის ჩაკეტილი რაღაცა ნაჭუჭში და არ უნდა ფაქტიურად არ ვიცით რა ხდება ამ მიმართულებით კი ბატონო გიორგი დიდი მადლობა საინტერესო იყო მაგრამ საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა და ცოცხალიც იყო და მეგონი თქმა უნდა ვინც ვისმენდა ყოველი გამოვაშოთ რომ უშუალოდ გარკვეული მოვისმენს ასე ალბათ პარაფილი იქნება ბევრი ინფორმაცია მევაწოდეთ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მადლობა ამისთვის ბატონო გიორგი ცოცხლიძე ეკონომიკის დოქტორი პროფესორი მე გიორგი გერგაძე ამ გადაცემის წამყვანი მადლობა ყურებისთვის ნახვამდის